მოცემული ცხრილი წრფივი ფუნქციის x-y წერტილებს წარმოადგენს, აი ეს ცხრილი. დაადგინეთ ამ გრაფიკის y ღერძის გადაკვეთის წერტილი. მოდი ვნახოთ, რას გვეკითხებიან ჯერ. გვეკითხებიან y ღერძის გადაკვეთის წერტილს. y ღერძი როდის იკვეთება გრაფიკის მიერ? როცა x არის 0. აქ ნაჩვენები არ მაქვს სიტუაცია, სადაც x-ი 0-ია. ამიტომ მე მგონი აჯობებს, რომ ჩვენ თვითონ შევადგინოთ ცხრილი და იქ ჩამოვწეროთ უფრო სრულყოფილად x-ები და y-ები, ისე რომ 0-იც გავიაროთ, ანუ x-ი რომ 0-ს უდრის. და მაშინ დაახლოებით გამოსახულება როგორი მექნება, ეს რომ იყოს გრაფიკი, ეს რომ იყოს ჩვენი გრაფიკი და ვთქვათ აი ესე რომ მიდიოდეს აი ეს წრფე, რისი რა წრფის გრაფიკის ცხრილიც არის ეს, თუ განტოლების ცხრილი, აი ეს წერტილი იქნება 0 და კითხვის ნიშანი. და ზუსტად ეს კითხვის ნიშანი გვაინტერესებს, იმიტომ რომ ეს არის y ღერძის გადაკვეთის წერტილი და x-ი არის 0. ეს არის და ეს. აი მაგალითად ეს წერტილი პირიქითა, ეს წერტილი არის რაღაც x-ი და 0. უბრალოდ აქ ვიცი რომ როცა y-ი 0-ია, x-ი 2-ია, ამიტომ ეს წერტილი ყოფილა 2 0. ანუ ეს უკვე მოცემული მაქვს ეს სიტუაცია. კარგი, მოდი ახლა ცხრილს მივხედოთ და ესეთ რამეს ვიზამ მე. ჩამოვწერ x-ებს -2-დან დაწყებული, მივყვები -1, 0, 1, 2 და ბარემ 4 წერი, ამიტომ პირდაპირ 4 იყოს აქ. კარგი. და ახლა ბარემ რებიც ვიცი გადმოვიტან, -2-ზე ვიცი რომ y არის -8, მე 1-ზე არის 1-ის დროს არის 2, როცა x-ი არის 4, y-ი არის -4 და როცა 2-ია, y-ი არის 0, რატო გამომრჩა არ ვიცი. აი ეს ვიცი აი ამ ცხრილიდან. მაგრამ მე მინდა ვიპოვო y ღერძის გადაკვეთის წერტილი. ამიტომ მე უნდა მოვძებნო როცა x-ი 0-ია, y-ი დასუდრის და მოდი დავაკვირდეთ როგორ იცვლება x-ის მიხედვით y. როცა x-მა მოიმატა 1-ით, x რომ მოიმატა 1, y აი ამ რვიანს, ანუ y-ს უნდა დაემართოს რაღაც. ეხლა აქ პირდაპირ ვერ მიხვდები რა და ამიტომ მოდი რაც ქვემოთ მაქვს მოცემული იმ ინფორმაციას დავაკვირდები. ხედავ რომ როცა 1-დან 2-მდე გადავიდა x-ი, გაიზარდა 1-ით და ამ დროს y-ი 2-დან გადავიდა 0-ზე, ანუ შემცირდა 2-ით. ანალოგიურად როცა 2-დან 4-ზე გადავიდა x-ი, ანუ დაემატა 2, 0-დან -4-მდე ჩავიდა y-ი, ანუ კიდევ შემცირდა 4-ით. ახლა მოდი დავაკვირდეთ, რა ვიცით ჩვენ? ვიცით ასეთი რამ, დელტა y-ი გაყოფილი დელტა x-ზე, ანუ ფუნქციის ცვლილების სისწრაფე, ან იგივე დახრილობა. ამ შემთხვევაში რა არის? დელტა y-ი მქონდა -2, მოიცადეთ, წინ არ დავწერ მინუს, წილადის ხაზს დავწერ, ეს ჯობია, -2 და ამ დროს დელტა x-ი მაქვს დადებითი ერთიანი. ან იგივე შემთხვევა, როცა -4 მაქვს, y-ი, 2 მაქვს დელტა x-ი. ესე იგი, ორივე შემთხვევაში ეს პირდაპირ უდრის -2-ს. ან სხვაგვარად რომ ვთქვათ, როცა x-ი იზრდება 1-ით, y-ი მცირდება 2-ით. და მაშინ აი აქ, აი ამ შემთხვევაში, როცა -2-დან -1-ზე ჩავედით, 8-ს უნდა გამოკლებოდა 2 და ეს მაშინ ნიშნავს იმას, რომ -1 როცა x-ი, y-ი არის 6 და როცა x-ი -1-დან 0-ზე გადადის, ანუ კიდევ 1-ით რომ იზრდება x-ი, აი აქ, +1 რომ გვაქვს, 6-ს უნდა გამოკლდეს ისევ 2, ამიტომ 0-ზე y-ი იქნება 4. ესე იგი, აქ კიდევ დავწერ მაინც რომ -2-ით გადავიდა. ანუ მე ვიპოვე რომ როცა x-ი არის 0, y-ი, თურმე აი ეს მნიშვნელობა არის 4. ესე იგი, აღმოჩნდა რომ უნდა იკვეთებოდეს წერტილში 0, 4. ანუ როცა x-ი არის 0, y-ი უდრის 4-ს. აი ეს არის მთელი იდეა. სხვადასხვა ცოტა უფრო ზუსტი ნახაზი იქნებოდა ალბათ ასეთ. ეს თლად ზუსტი არ გამოვიდა. ვთქვათ, ეს რომ იყოს 2, ეს იქნება 4 და მაშინ აი აქ იქნება 2 და მაშინ აი ასე გაივლიდა ეს გრაფიკი. აი აქ. აი ეს. სადაც ეს წერტილი არის 2 0 და ეს წერტილი არის 0 4.